ხრის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია იყენებს ძლიერ მაგნიტურ ველს, რადიოტალღებს და კომპიუტერს, რითიც იქმნება ამ მიდამოში არსებული ძვლების, ფესების, კუნთების და სისხლძარღვების დეტალური სურათი. ეს დიაგნოსტიკური მეთოდი ძირითადად გამოიყენება ამ სახსრის დაზიანებების შესაფასებლად. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია შესანიშნავი არჩევანია მხრის სახსრის გამოსაკვლევად. ის იძლევა მკაფიო ასახვის საშუალებას მბრუნავი მანჯეტის, ბიცეპსის მყესის და სასახსრებაგეს დაზიანებების შემთხვევაში. ეს ის შემაერთებელი ბოჭკოვანი ქსოვილებია, რომლებიც ხელს უწყობენ მხრის სახსრის სტაბილიზაციას. მხრის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, როგორც წესი, ტარდება დიაგნოზის დასადგენად ან ცვლილებების შესაფასებლად შემდეგ შემთხვევებში. სახსრის დეგენერაციული დარღვევა, როგორიცაა ართრიტი და სასახსრებაგეს დაფლეთა ან მოტეხილობები. მბრუნავი მანჯეტის დარღვევები, მათ შორის დაფლეთა და დარტყმის სინდრომი, რომლებიც მხრის ტკივილის ძირითადი მიზეზია 40 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში. სახსრების ანომალიები ტრაუმის გამო, როგორიცაა იოგების და მყესების დაფლეთა. სპორტთან დაკავშირებული დაზიანებები და სამუშაოსთან დაკავშირებული დარღვევები, გამოწვეული განმეორებითი დატვირთვით, ძლიერი ზემოქმედებით ან ვიბრაციით გარკვეული ხელსაწყოების გამოყენების დროს. ინფექციები, როგორიცაა ოსტეომიელიტი. პირველადი სიმსივნეები და მეტასტაზები, რომლებიც მოიცავს ძვლებსა და სახსრებს. ტკივილი, შეშუპება ან სისხლდენა მხრის სახსარში და მის ირგვლივ ქსოვილებში. მხრის აუხსნელი ტკივილი, რომელიც არ უმჯობესდება მკურნალობის შედეგად. მხრის სახსრის მოძრაობის დაქვეითება. მხრის სახსრის ოპერაციის შედეგის შეფასება. ტომოგრაფიის სპეციალური ფორმა, სახელწოდებით მაგნიტურ-რეზონანსული ართროგრაფია, რომელიც გულისხმობს სახსარში კონტრასტული ნივთიერების შეყვანას. ეს აძლევს რენტგენოლოგს საშუალებას უკეთესად დაათვალიეროს სახსრის შიგნით არსებული სტრუქტურები. კონტრასტული ნივთიერება, გადოლინიუმი, იშვიათ მიწა და ლითონია. სხეულში შეყვანის შემდეგ ის ცვლის მიმდებარე წყლის მოლეკულების მაგნიტურ თვისებებს, რაც აუმჯობესებს ტომოგრაფიაზე მიღებული სურათების ხარისხს. კონტრასტული ნივთიერება აუმჯობესებს სიმსივნის, ანთების, გარკვეული ორგანოების სისხლმომარაგებას და სისხლძარღვების ხილვადობას. კონტრასტი ასევე გამოიყენება ინფექციის დიაგნოსტირებაში. კონტრასტული ნივთიერება შეჰყავთ ინტრავენური კათეტერის მეშვეობით, რომელსაც აყენებენ იდაყვის ან მტევნის დონეზე. კონტრასტული ნივთიერებები უსაფრთხო ინტრავენური პრეპარატებია. როგორც სხვა პრეპარატებს, მათ ასევე გააჩნიათ მსუბუქი ან მძიმე გვერდითი მოვლენები, მაგრამ მძიმე რეაქციები ძალიან იშვიათია.